დღეს ხელვაჩაურში სოფელ ფერიის რწმუნებულის გადაყენების მოთხოვნით ქართული ოცნების აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი ზურაბ ქათამაძეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერისკენ მოუწოდებენ. მის პოსტზე კი საკუთარი კანდიდატის დანიშვნას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით თემს ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი უნდა მართავდეს, ასეთ პიროვნებად კი ქართული ოცნების აქტივისტი რევაზ აიზბას ასახელებენ. აქტივისტები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელსაც შეხვდნენ და საკითხის მოგვარებას თხოვეს. ლევან ლორთქიფანიძემ შეკრებილ საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისა და კანონის პატივისცემისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით კონფლიქტის დარეგულირებისთვის საჭიროა მოლაპარაკებების წარმოება თავად. ზურაბ ქათამაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კანონი არ ითვალისწინებს თემის უნებულის განთავისუფლებას თუ მას დარღვევა არ აქვს და სამსახურეობრივი გადაცდენები არ აქვს და ჯერჯერობით ასეთი ინფორმაცია ჩვენ გამგეობაში არ შემოსულა, ამიტომ ჯერჯერობით შეება ის თავის თანამდებობაზე. რეზო ეოზბის კანდიდატურა და პრობლემა გვაქვს კიდე ზურაბი ქათამაძესა, იმიტომ რომ რაღაც ყურადღება ჩვენს გვინდა მოგვაქციოს. ერთადერთ ხელს არ ამოსულა ჩვენს მხარეს, ჩვენ სოფელში რომ რა ჭირს, რა უჭირს სოფელს, ნახოს გზას უჭირს თუ ხალხს წყალი არ აქვს თუ ხალხს გაზი არ აქვს, ამაზე უნდა განვითაროს ყურადღება, ხო? რა თქმა უნდა, ოცნების აქტივისტია და ყველა მასეთი ვართ და ოცნების აქტივისტები ვართ ყველა. ღირსეულები არის სოფელ ფერიაში და ღირსეულის კანდიდატს ჩვენი სოფელი არიჭებს. ქართული ოცნების. რა თქმა უნდა, მქონია გამოცდილებაც და მოსახლეობა სოფელ კონკრეტულად რა გაინტერესებს, ჩემი დიპლომის სამსახურება თუ როგორი მოღვაწეობა. რა თქმა უნდა, გვაქვს ეს რო არ იცოდეს სოფელმაც, ეს თანადგომაც არ იქნებოდა.